მშვიდობისა დღეს 1 აპრილია ორშაბათი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც, რომელსაც დღეს გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით. Բոլოს ბედნიერ დღეს, ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ. დილამშვიდობისაც ვიფასო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად იწყებთ დღევანდელ დღეს და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო საათნახევარს ჩვენთან იქნებით, დაელოდებით და შეხვდებით სტუმრებს, რომლებიც ვფიქრობთ საინტერესო თემებზე შეაჩერებენ თქვენს ყურადღებას, თუმცა მანამდე არ დავარღვევთ ტრადიციას და ერთად გავისმოთ საეკლესიო კალენდარს. დღეს საქართველოს 60 ქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია მოიხსენიებს მოწამეებს ქრისანთეს, დარიას, კლავდის, ილარიას, იასონსა და მავრას, დიოდორესა და მარიანე დიაკონს, ასევე მოიხსენიება წმინდა მოწამე პანქარასე. ჩვენ წმინდანების შემწეობას და მფარველობას გისურვებთ და შეგვიძლია გადავიდეთ გადაცემის ანონსზე. რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ვაშალომიძე და ჩვენ ჯვრის თაყვანისცემის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ. შეგახსენებთ, რომ ვინც დაესწრებოდით გასულ დღეებში ღვთისმსახურებას, შენიშნავდით ტაძარში ყვავილებით შემკოფილ ჯვარს ანალოგიაზე დასვენებულს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდმარხვის მესამე კვირიაკეს ჯვრის თაყვანისცემის კვირა აღინიშნება. ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრებთ ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარებაზეც და იმ საერთაშორისო გამოფენებზე, რომელშიც ქართული ღვინო მონაწილეობდა. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეფუზლა. გუშინ 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს სვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ასევე ამ დღეს მიეძღვნა მარჯანიშვილის თეატრში გამართული საღამო. მოკლედ სვიად გამსახურდიას გავიხსენებთ სტუმართან ერთად. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ ისაუბრებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ მცოდნე ქალბატონი მანანა გაბაშვილი. დღეს ცნობილი ქართველი მსახიობების კარლოს საკანდელიძის, ზურაბ ქაფიანისისა და ბელა მირიანაშვილის დაბადების დღეა. ასევე მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაასაფლავეს საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი. მოკლედ გადაცემის ბოლო ნაწილში ჩვენ გავიხსენებთ ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდებს. ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე და მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე. აი ესეთი გახლავთ დღევანდელი გადაცემის მოკლე ანონსი. ვფიქრობთ საინტერესო საათნახევრის გატარება მოგვიწევს ერთად, ასე რომ არ გადართოთ რამდენიმე წუთში ჩვენ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით, თუმცა მანამდე ერთად უნდა ვნახოთ ვიდეო რგოლი, რომელიც შეგვახსენებს ქართული სიტყვის ეტიმოლოგიასა და შემოჩეულ ბარბარიზმებს. დროებით. ორ ცეცხლს შუა დგას. ამ გამოთქმის ისტორია ოქროს ურდოს უკავშირდება. ურდოს ყაენთან შესახვედრად მისულ უცხოელს უკანასკნელი რამდენიმე ნაბიჯი ვიწრო ბილიკზე უნდა გაევლო. ბილიკის ორივე მხარეს დიდი ცეცხლი ბრიალებდა. ბრძანებელთან ასე მიახლოვება ძირითადად ვასალი ქვეყნის მმართველებს უწევდათ. ყაენის ნების დარღვევა ამ ორ ცეცხლს შუა კოცონზე დაწვით სრულდებოდა. პამიდორი სოფლიოში ყველაზე პოპულარული ბოსტნეული ევროპაში ამერიკიდან მე-16 საუკუნეში შემოიტანეს. ამერიკელი აბორიგენები ამ მცენარეს ტომატლს ეძახდნენ. ევროპაში ის ორი სახელით გავრცელდა: პომიდორი და ტომატი. პომიდორი იტალიელებმა შეარქვეს, ის ოქროს ვაშლს ნიშნავს. ქართულ ენაში რუსული გავლენით პამიდორი დამკვიდრდა. გებულობს სტარია სწორია იგებს წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად იდეალური სტარია სწორია იდეალური წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად ინაგურაცია სტარია სწორია ინაუგურაცია წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად ნეგოციაცია ბარბარიზმი ქართულია მოლაპარაკება დაიცავი სახელმწიფო ენა რული ბარბარიზმი ქართულია საჭე
დაიცავი სახელმწიფო ენა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდით და გვიყურებთ. გრძელდება დილის გადაცემა განთიადი, მოგეხსენებათ გუშინ აღნიშნეთ ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული. დაიწყო უკვე დიდმარხვის მეოთხე კვირიაკე და თემაზე სტუდიაში ისაუბრებს იონის საკათედრო ტაძრის მღვდელი მამა გიორგი ვაშალომიძე. მამა გიორგი, დაგლოცეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. დაგლოცოთ ღმერთმა დილამშვიდობის, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. დიახ, გუშინდელი დღესასწაულის არსის შესახებ გსურს რომ ვისაუბროთ მამა გიორგი და ზოგადად მარხვის შესახებ მეოთხე კვირა დაიწყო როგორც ვთქვით უკვე. თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ, ბევრისთვის გაუგებარია ყოველ შემთხვევაში ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები არიან, სხვადასხვა მიმდინარეობის რელიგიისა, რატომ ცეთ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს? აი თუ შეიძლება რომ ამის შესახებ გვესაუბროთ. დიახ, უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს მაყურებელს ეს უდიდესი მადლმოსილი კვირიაკე, რომელიც გუშინ ერთ შაბათით დაიწყო, მოგეხსენებათ ერთ შაბათი კვირის ძველ ქართული სახელწოდება, შესაბამისად ჯვრის თაყვანისცემის კვირა აღინიშნება. ჯვარი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი უმთავრესი სახეა და სიმბოლო და იარაღია ქრისტიანის ცხოვრებაში. პავლე მოციქულის სიტყვებით დავიწყებ, რომელიც ბრძანებს, რომ სიტყვა იგი ჯვრისათვის, წარწმედულთა მათათვის სიცოფე არს, ხოლო ჩვენ ცხონებულთათვის ძალღმრთისა. შესაბამისად, ღვთის ძალასთან არის ასოცირებული წმინდა ჯვარი. ეხლა ჯვრის შესახებ საუბარი ჩვენ შესაძლოა ორი მიმართულებით წარმართოთ. პირველი, ჯვარი როგორც ნივთიერი სიწმინდე და მეორე ჯვარი როგორც არანივთიერი გამოვლინება, რაშიც მოიაზრება ადამიანის ცხოვრება. მოგეხსენებათ თქვენ რომ ადამიანის განსაცდელების სავსე ცხოვრება ქრისტიანობაში როგორც ჯვარი, ისე აღქმული. დავიწყოთ პირველით ჯვარი როგორც ნივთიერი სიწმინდე. მოგეხსენებათ თქვენ რომ ჯვარი ადრე ქრისტიანულ ხანაში დამსჯელობით იარაღად აღიქმებოდა, ანუ ეს იყო ფაქტიურად იარაღი, რომელზეც ადამიანებს სიკვდილით ჭიდნენ. საშინელი იარაღი. მეტიც, დიახ, სწორედ ამას ამბობდი, რომ ეს იყო ყველაზე მწარე იარაღი, რომელზეც ადამიანი, რომელზეც სიკვდილის დროსაც ადამიანი განიცდიდა ყველაზე დიდ ტკივილს და გარდა ამისა ეს იყო ძალიან დიდი სირცხული. იმდენად დიდი სირცხული, რომ რომის იმპერიაში, სადაც ეს სასჯელი დამკვიდრებული იყო, თუმცა რომა ეს იმემკვიდრევა აღმოსავლეთიდან, რომში თვითონ რომაელებს ჯვარს არ აცვებდნენ ხოლმე, იქ მონებს და არაებრაელებს აცვებდნენ ჯვარს. სწორედ აი ასეთი იარაღზე სიკვდილინება უფალმა და სწორედ მისი ჯვარცმის შემდეგ, ანუ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, ქრისტემ განწმიდა ეს ძელი ცხოვრებისა, როგორც ძველ ქართულ ხელნაწერებში ჩვენ ხვდებით მის სახელწოდებას და ამის შემდგომ გარდაიქმნა ჯვარი ცხოვრების იარაღათაც და არა მარტო სიმბოლოდ, არამედ არსობრივ იარაღად. აი წმინდა იოანე დამასკელი, მოგეხსენებათ ეს უდიდესი წმინდა მამა, ბრძანებს რომ ქრისტეს ყველა სასწაული და მის მიერ ჩადენილი ყველა ქმედება, რა თქმა უნდა, გასაოცარია, მაგრამ არაფერი არ შეედრება ჯვარს, რადგანაც არაფრით არ დაძლეულა სიკვდილი, არაფრით არ გახსნილა სამოთხე, არაფრით არ ამაღლებულა ადამიანი ღმერთამდე თუ არა ჯვრით, ბრძანებს ის. ჯვრის თაყვანისცემა აღიწევა მის ჯვარს, ანუ როგორც აი წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლის, რომელიც ხატმებრძოლეობის ეპოქაში მოღვაწეობდა, აქვს ჰომილია, რომელიც ჯვარსა და ხატებს ეხება და როგორც აი ხატთაყვანისცემისას ჩვენ ვეთაყვანებით არა თქვათ საღებავსა და თქვათ ფიცარს, რომელიც ის არის გამოსახული, არამედ მასზე გამოსახული, სწორედ ასე ჯვრის თაყვანისცემის დროს ჩვენ ვეთაყვანებით იმ პიროვნებას განკაცებულ ღმერთს, რომელიც მასზე გაეკრა. სხვადასხვა ამის საილუსტრაციოდ წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელს და ადრეულ ეპოქაში კიდევ ერთ-ერთ ნეაპოლის ეპისკოპოს ლეონტიც საუბრობს ამაზე, მას მოაქვს ასეთი
მაგალითი, კერძოდ აი დაბადების წიგნში ბიბლიაში ბოლო თავში, როცა იოსებს აკურთხებს იაკობი ეგვიპტეში და უბარებს მას ანდერძად, რომ როცა ის გარდაიცვალა მისი ძვლების თან წაიღოს მან, ამის შემდგომ წერია, რომ იაკობი ეთაყვანება თაყვანისა წვერსა ზედა კვერთხსა მისისასავ. ანუ იოსების კვერთხსა თაყვანი და იოსების კვერთხის თაყვანისცემით მან თაყვანისცა თავად იოსებს. რაც გადმოაქვს შემდგომ ჯვრის მსჯელობის ჭრილში გერმანე კონსტანტინოპოლს და ბრძანებს, რომ სწორედ ასე როცა ჩვენ ჯვარს ვსვემთ თაყვანს, თაყვავსებთ თავად განკაცებულ ღმერთს, ვინაიდან ქრისტეს ერთ-ერთ ეპიტეტად სწორედ იქცა შემდგომი ტერმინი ჯვარცმული, ხო? იგივე მაგალითად როცა მენელსაცხებლე დედები შედიან საფლავთან და ხედავენ ტილოთა მხოლოდ მდებარეთა, ანგელოზი ეუბნება, რომ ვის ეძიებთ ჯვარცმულსა ქრისტესა? იგივე მაცხოვარიც როცა საუბრობს მეორე მოსვლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე, კაცის ძის ნიშანში, ანუ სიმბოლოში პირდაპირ გაგებით იგულისხება ჯვარი. რაც შეეხება მეორე თქვათ მხარეს ამ მსჯელობისას, რაც დაკავშირებულია ჩვენს ცხოვრებასთან, სწორედ აი გუშინდელ სახარებაში წაკითხული იქნა ეს სიტყვები, რომ თუ კი ვინმეს უნდა შემოდგომა ჩემ დაბზანეს მაცხოვარი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინმე. ანუ ჯვრის აღებაში აქ ამ შემთხვევაში იგულისხება იმ განსაცდელების ტვირთვა, რასაც ადამიანს ღმერთი განუკუთვნებს. განუკუთვნებს, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ განსაცდელთა მეშვეობით არის ადამიანის რომ არ ყოფილიყო ეს ამის უმაგალითო ნიმუში თავად განკაცებული ღმერთია, რომელიც ჯვარს ეცვა და ამის შემდგომ აღდგა მხოლოდ. ამის შემდგომ ამაღლდა მხოლოდ. შესაბამისად სახე დაგვიდო ჩვენ ადამიანებს, რომ ყოველი ადამიანი ჯვარს უნდა ეცვას, რა თქმა უნდა, აქ არაპირდაპირ გაგებით იგულისხება ჯვარცმა, თუმცა შეიძლება პირდაპირ გაგებითაც ორივე იგულისხება, თუ ამის საჭიროება იქნება. ადამიანი ამ ცხოვრებაში ჯვარს უნდა ეცვას, ანუ უნდა მიიღოს განსაცდელები უფლის მოვლენილად და შესაბამისად იზეიმებს იგი ამ განსაცდელებზე გამარჯვებას. მამა გიორგი, კარგი იქნება ალბათ ამ ისტორიასაც თუ შევახსენებთ ტელემაყურებელს, მანამდე მცირე შესავალს გავაკეთებ, ვიდრე შეკითხვას დავსვამ. ცნობილი ფაქტია, რომ რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ ადამიანების ცნობიერებიდან აღმოეპხრათ ხსოვნა იმ წმინდა ადგილებისა, თქვათ ეს სადაც ევნო მაცხოვარი, სადაც აღსდგა დიდებით და ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იმპერატორი ადრიანე თუ არ ვცდები, რომელმაც 117-128 წლებში მიწით დააფარინა ის ადგილები, რომელიც დაკავშირებული იყო მაცხოვრის ჯვარცმასთან, როგორც უკვე ვთქვით და ხელოვნურად შექმნილ გორაგზე მან ქალღმერთ ვენერას ტაძარი დაადგმევინა და იუპიტერის კერპი, ხო? რა ხდება, როდის იწყებს კაცობრიობა ჯვრის თაყვანისცემას? როდიდან მკვიდრდება ეს დღესასწაული და რატომ მაინც და მაინც მარხვაში გვახსენებს წმინდა ეკლესია ამას? დიახ, უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ადრიანემდე რა ეპოქას თქვენ ახსენებთ, ეს მეორე საუკუნეა, ჯვრის თაყვანისცემა უკვე ჩვენ მოციქულთა დროიდან ხდება. ანუ ჯვარცმის შემდგომ, სულთუხენობის შემდგომ მოგეხსენება თქვენ, როცა დაარსდა ქრისტიანული ეკლესია, ჯვრის თაყვანისცემა მაშინვე ხდება. ჩვენ თქვათ, გვაქვს იგივე ცნობა, მაგალითად ტერტულიანე, რომელიც მეორე საუკუნის მოღვაწეა, იქ გვაქვს ჩვენ ესეთი წერილობითი ცნობა შემონახული, რომ ერთ-ერთ ქრისტიან ქალს, რომელსაც ის ეუბნება, რომ არ გაყვეს წარმართს, ვინაიდან შეიძლება თუ არა შენ გამოისახო ამის მერე ჯვარი, ესეთ სიტყვებს ეუბნება, რაც დასტური იმისა, რომ ასევე მეორე საუკუნეში დასტურდება ის რომ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს სცემენ. თუმცა რას თქვენ ბრძანეთ, დიახ, საიმპერატორო ნება არ იყო ის, რომ არა მარტო ჯვარი, ზოგადად ქრისტიანობა, ასე რომ ვთქვათ, არალეგალურად მოღვაწეობდა 313 წლამდე. მიწისქვეშეთში ფაქტობრივად, დიახ, 313 წელს სანამ კონსტანტინემ მილანის ედიქტი არ გამოსცა და ამით ასე რომ ვთქვათ, თანამედროვე ტერმინით ლეგალიზება მისცა თქვათ ქრისტიანულ რელიგიას. ადრიანეს რაც თქვენ ბრძანეთ, დიახ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რაც მან განახორციელა. მან ეს საგანგებოდ ჩაიდინა, რომ მას უნდა რომ ჯვრის კვალი დაკარგულიყო ქრისტიანთა ცნობიერებაში, თუმცა რა თქმა უნდა მან ეს ვერ მოახერხა და როცა კონსტანტინე გამებთა და აი ამ მილანის ედიქტის მიღების შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ მან ერთ-ერთ
ბრძოლის წინ იხილა ზეციური ჩვენება ჯვარის ცაზე გამოსახული წარწერით ამით ძლევ და მან მართლაც დაამარცხა მტერი და ამის შემდგომ მან მოიწადინა იმ ჯვრის მოძებნა რომელზეც ქრისტე ეცვა ჯვარს. მას რა თქმა უნდა ჰქონდა ცნობა ადრიანეს მიერ ჩადენილი აი ამ ბოროტმოქმედების შესახებ და მან საკუთარი დედა ელენე დედოფალი გააგზავნა იერუსალიმში და მაშინდელი იერუსალიმის პატრიარქ მაკარის მისწერა რომ ყოველმხრივ დახმარება აღმოიჩინა დედამისის მხარეს. ელენა ამ დროს საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ იგი ძალიან დიდი მოშურნეობით შეუდგა მას და ჩვენ ვიცით რომ ეს ჯვარი ნაპოვნი იქნა და შემდგომ ამაღლდა და სწორედ აი ჯვრის სამაღლებას როცა გასაუბრობთ აი ამ დღეს აღნიშნავდა სხვათა შორის ჯვრის სამაღლებაც მარხვას უკავშირდება, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ და შემდგომ ამისა ხდება კიდევ ერთი მოვლენა, კერძოდ მე-7 საუკუნეში, როცა აი იმპერატორი უკვე ბიზანტანუ რომის იმპერია აღარ არსებობდა, ვიცით ჩვენ ორად გაიყო რომის იმპერია და აღმოსავლეთ ნაწილს ბიზანტია ეწოდა, აი ბიზანტია მიმემკვიდრება რომის ასე ვთქვათ ქრისტიანული იდეოლოგია და აი სწორედ ბიზანტიის იმპერატორი ფოკა ერთხელ დაამარცხა მე-7 საუკუნეში ხოსრომ სპარსეთის მეფემ და მან იერუსალიმიდან გაიტაცა ეს ჯვარი, ქრისტეს ჯვარი და წაიღო სპარსეთში. 14 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ტყვეობაში იმყოფებოდა და აი შემდგომმა იმპერატორმა ჰერაკლემ ეს ჯვარი სკოტი მან ისევ დაამარცხა ხოსრო და ეს ჯვარი უკან დააბრუნა იერუსალიმში და ცნობილია რომ ჰერაკლეს ეს ჯვარი თავისი ხელით მიქონდა იმ ტაძარში, სადაც აი ეს ჯვარი უნდა დაებრძანებინა და როცა დაადგა ამ გზას ანგელოზმა იგი შეაჩერა და პატრიარქი ზაქარია მაშინდელი იერუსალიმის პატრიარქი მას ეუბნება რომ ეს ღვთისგანგებაა, რადგანაც უფალმა ჯვარის სიმდაბლე ძიდა და ამის შემდგომ ჰერაკლემ განიძარცვა ასე ვთქვათ ის შესამოსელი საიმპერატორო რომელიც მას ესვა სკიპტრაც გვირგვინის მოიხსნა და ესეც სიმდაბლით შეაბრძანა მან ჯვარი იქ სადაც მისი ადგილი იყო. აი ამის შემდგომ უკვე ეს ასე ვთქვათ გადაწდა რომ დიდმარხვის მესამე კვირიაკეს დროს დაწესებული იყო გასაგანგებოდ ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. რატომ მარხვაში? ჩვენ აღვნიშნეთ რომ იგივე კონსტანტინეს მიერ აღმოჩენილი ჯვრის თქვა დაკავშირებული ჯვართან დაკავშირებული დღესასწაული ჯვართამაღლებაც მარხვა განუწესებს ეკლესია კი ბატონო და ასევე დღევანდელი თქვა კვირიაკეც მარხვა მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა მარხვა პირდაპირ კავშირშია ჯვარცმასთან, რადგანაც ჯვარი პირდაპირ კავშირშია ჯვარცმასთან. თორსა გუშინ თუ კი ყურადღებით მოისმენდნენ ღვთისმსახურებაზე ადამიანები წაკითხული იქნა სახარება, სადაც მაცხოვარი მოგვიწოდებს, რომ ვისაც უნდა რომ მე შემომიდგეს უარყოს თავითვისი აღიღოს ჯვარითვისი და შემომიდგეს მე. დიახ, სწორედ ამასთან არის კავშირში. ვინაიდან ჯვარცმა როცა აღესრულა ეს იყო რატომ არის მარხვა მოგეხსენება თქვენ გლოვასთან არის ასოცირებული, ხოლო ის რაც წითელ პარასკევს მოხდა და იმდენად დიდია რომ ყოველ პარასკევს მარხულობ ჩვენ ხო წლის განმავლობაში მსგებსების გამოკლებით ეს იყო ყველაზე დიდი უბედურება, ყველაზე დიდი ცოდვა რაც კაცობრიობამ ჩაიდინა განკაცებული ღმერთის, ანუ ღმერთი განკაცდა ადამიანისთვის და ადამიანმა ის მოკლა. სწორედ ამის ხსოვნას გამო მარხვა განიწესება ჯვრის თაყვანისცემისას და ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნისას. მამა გიორგი, ჯვრის ძალაზეც რომ ვისაუბროთ, ვიცით რომ წმინდა ნინო ჯვრით შემოდის, ჯვრით ხელში შემოდის და აქრისტიანებს საქართველოს და კიდევ მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება ამასთან დაკავშირებით. ასევე პირჯვრის გამოსახვაზეც მინდა გკითხოთ, რა ძალა აქვს პირჯვრის გამოსახვას და რას ნიშნავს საერთოდ, როდესაც ჩვენ ვისახავთ პირჯვარს. ჯვრის ტარებაზეც რო თქვა განმავლობაში კი ბატონო, მართლაც ჯვარი ეს უდიდესი საქმეა ხოთაშორის წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს რომ სამყარო მთლიანად ჯვრის პრინციპზე არის ვაგებული და რას გულისხმობს ამაში რომ როგორც ჯვარი ეს არის გადაკვეთა ჰორიზონტალისა და ვერტიკალისა, ასევე გადაიკვეთება სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და სიღრმე ერთმანეთში ბრძანებს ის და გარდა თუმცა უნდა ვახსენოთ ჩვენ რომ ქრისტიანობაში ჯვარი არ არის მარტო სიმბოლო ქრისტიანობაში ჯვარი ეს არის თავად იარაღი ძლევისა შესაბამისად თქვენ ბრძანეთ წმინდა ნინოს ჯვრით შემოგზანდება საქართველოში რაც ნიშნავს იმას რომ ჯვარია მისი მფარველი ის რაც წმინდა ნინომ შეძლო ეს იყო სასწაული ფაქტიურად ბავშვი ჩამოვიდა აი ესეთ
თითქმის მთლიანად წარმართ ქვეყანაში და მან შეძლო ეს სწორედ იმ ჯვრის მადლით, რომელიც ერთ-ერთი რედაქციის თანახმად თავად ღვთისმშობელმა მისცა მას. და რომელიც ახლა სიონის საკათედრო ტაძარში არის დაბრძანებული. დიახ, ნამდვილად. და დღემდე არის ის მფარველი ჩვენი ერისა და არა მარტო ჩვენი ერისა, სრულიად საქრისტიანოსი და სრულიად სოფლიოსი. რაც შეეხება პირჯვის გადაწერას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამასაც, როცა ადამიანი მოგეხსენება თქვენ პირჯვარს ისახავს, ჯვარს იწერს, ასე ვთქვათ, საკუთარ სხეულზე, სულზე და ამით მასში შემოდის მადლი ღვთისა და ვთქვათ გადის მისგან ავნის რახვანი, რომლის წყაროს ეშმაკია. თვითონ პირჯვის გადაწერას ყველას კარგად მოეხსენება, სამი შეკრული თითით ვახორციელებთ ამას, რაც ნიშნავს ყოვლადწმიდა სამებას და შეკრა ნიშნავს, რომ იგი ერთარსება, ანუ ჩვენ ვაღიარებთ ერთარსება ღმერთს, ერთარსებადსა და სამპიროვან ღმერთს, ხოლო ორი თითი, რომელსაც ჩვენ ხვდით, განასახიერებს ზღმერთის ორ ბუნებას, ღვთაებრივს და კაცობრივის, მოგეხსენებათ, შეერთებაც ამ ორი თითს ნიშნავს იმას, რომ განკაცების დოგმატის თანახმად ზღმერთში ორი ბუნება შეურევნელად შეერთდა, ხოლო ორი თითის ხელის გულზე დადებით ჩვენ ასე იგი ვასახიერებთ იმას, რომ ზღმერთი განკაცდა და დედამიწაზე გარდა მოვიდა კაცთა ცოდვებისაგან. თუმცა უნდა ითქვას ის, რომ პირჯვის გადასახვის ამგვარი ფორმა ჩვენ არ ხვდება მოციქულთა დროიდან. ისტორიული საერთოდ ქრისტიანობას მოგეხსენება თქვენ ახასიათებს ფორმათა ცვალებადობა, თუმცა რა თქმა უნდა შინაარსის დაურღვეველად, შინაარსით, არსით, იდეოლოგიით ქრისტიანობა უდროა, დროობს, არ ემორჩილება, პირიქით როთამდინარეება ემორჩილება მას, მაგრამ ფორმათა ცვლებას იგივე წირვიჟამს ახლა პირველად მოციქულთა წირვები იყო, ხო და მე-5 საუკუნეში, მე-4-ში კაბადოკიელი მამების მიერ დღესაც მათი შედგენილი წირვების წირავთ არა, ბასილ დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის მიერ თქვათ შედგენილი ეს წირვები ამ წირვებას განიცადა შემდგომ გარკვეული ფორმაცია, მაგრამ შინაარსი რა თქმა უნდა არ დავეულა. რაც შეეხება აი პირჯვის გამოსახვას ჩვენ მაგალითად ერთ-ერთი პირველი ცნობა ამასთან დაკავშირებით გვაქვს ნეტარ თეოდორი ტეკვირელთან, როცა ის აღწერს მეორე მსოფლიო კრების მსვლელობას და იქ ამბობს, რომ როცა ამ კრებისას წმინდა მელეტი ანტიოქიელს უთხრეს, რომ ლაკონურად გამოესახა ყოვლადწმიდა სამების სამპიროვნება და ერთარსებობა, მან ასწია 3 თითი და შემდგომ მოხარა 2 და დარჩა 1 თითი. და ამით მან და ასე ახსნა მან ეს მისი ქმედება, რომ 3-ს შევიმეცნებთ, მაგრამ მსჯელობთ როგორც ერთის შესახებ. ანუ მან ამით ხაზი გაუსვა სამპიროვან და ერთარსება ღმერთის გამოსახვას. ნუ შემდგომ ჩვენ კირილე იერუსალიმთანაც ხვდება ცნობა იმასთან შესახებ, რომ ის ამბობს, რომ შუბლზე აშკარად გამოვისახოთ ჯვარი თითით, ბრძანებს ის. შემდგომ ოქროპირის ამბობს ერთგან, რომ გმართებს, რომ ჯვარი გადავიწეროთ შუბლზე. ხოდაშორის აი იულიანე განდგომილი, რომელიც აი წარმართი იმპერატორი იყო, მოგეხსენებათ, ის ამბობს, რომ მე აღარ მივსდა, სიამაყით აღნიშნავს, რომ მე აღარ მივსძევ ქრისტიანის წესჩვეულებებსო და მათ შორის არ მივსდევ შუბლზე გამოსახვას და ამით იესო ქრისტეს ხსენებას. ანუ ახლა რატო ეს დამოწმები და კიდე ბევრი შეიძლება უბრალოდ ამის საჭიროება არ არის, რომ ცხადყოფს იმას, რომ პირჯვის გადაწერა პირველ საუკუნეებში ხდებოდა თითით მხოლოდ და ხშირად შუბლზე გამოსახვით. ხოთაშორის ქართული ტერმინი პირჯვარი, ანუ პირს უკავშირდება, პირი ძველ ქართულად მარტო პირს არ აღნიშნავდა, მთლიანად სახეს მოიაზრებოდა აი ამ პირში და ნუ ასე იყო დაახლოებით მე-7 საუკუნის ჩათვლით და აი პირჯვის დღევანდელი თქვათ სახე დაახლოებით მე-8 საუკუნიდან იღებს სათავეს სამონაზმო წრეებში ყალიბდება ის და შემდგომ თუმცა არსობრივად ისიც და ესეც ისიც გამოსახავდა ერთარსება და სამპიროვან ღმერთს და დღევანდელი პირჯვის გამოსახვის ფორმას გამოსახავს ერთარსება და სამპიროვან ღმერთს. აი პირი ახსენეთ, ხშირად დაგვინახავს მაგალითად აი თქნარების დროს რო ადამიანი მხოლოდ პირთან გამოისახავს ჯვარს. რატომ გეღიმებათ იწვევს ეს ღირსება? ბევრად უარესები მახსენდება და აი სისწორეზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, ანუ თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია, თქვათ, აი ხშირად
შენიშვნაც მოუწიათ, მაგალითად აი სამარშრუტოში თუ ზიხარ და გადაიწერ პირჯვარს, რომელიღაც ქალბატონმა შეიძლება გითხრას, რომ არ შეიძლება დამჯდარი პირჯვარს და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია თუ არა სხვას გადავსახოთ ჩვენ პირჯვარი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვისახთ, აი მაგალითად ჩვენ შვილებს. ასევე რამდენად სახიფათოა ეს უფრო ეკლესიურ ადამიანებს ემართებათ ხოლმე ახალგაზრდებს განსაკუთრებით ეს შემინიშნავს, როცა ხუმრობით ერთმანეთს რაღაცა აი ეს ფორმაც არსებობს, ხო, ხატებზეც ხვდებით ჩვენს გამოსახვის. ეს რამდენად საშიშია, თქვათ, აი ხუმრობა ასეთ თემასთან და ზოგადად სისწორესთან დაკავშირებით რომ გითხრათ. და ზომიერება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მართლა თქნარების დროსაც რომ ხო. ჩემო კარგებო უპირველეს ყოვლისა უნდა აღნიშნოთ ის, რომ როცა ქრისტიანულ ქმედებას ეხება საქმე იქ არანაირი ხუმრობის რა თქმა უნდა არის საკითხი სადაც ხუმრობა არა ჩვენ ნაცნობაში პირდაპირ გვიწერი ხო არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისაშენის ამაოსაზე და ეს ნიშნავს იმას რომ როცა საქმე ღვთაებრივ ქმედებებს ეხება იქ არანაირი ხუმრობის ადგილი არ არის და არ შეიძლება და ეს ძალიან დიდი ცოდვა და შეუგნებლობაა მეორე მხრივ რაც შეეხება პირჯვის გადაწერას რა თქმა უნდა პირჯვის გადაწერა არ უნდა იყოს მარტო მექანიკური ქმედება იგი უნდა იყოს გააზრებული თუ რატომ ვიწერ ჩვენ პირჯვარს თუ რატომ ანუ ეს მარტო სხეულის ქმედება კი არ უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გულშემოსვლად უნდა იყოს რომ ეს შენ მთელი არსებით იწერ პირჯვარს და რომ ეს პირჯვარი დაკავშირებულია ჯვართან და რომ ჯვარი დაკავშირებულია ქრისტესთან შესაბამისად ჩვენ ვერ განსაზღვრავთ ხა რა ვითარებაში როგორ უნდა გადაიც მთავარია ნებისმიერ ვითარებაში შეიძლება პირჯვის გადაწერა მთავარია როგორც გითხარით ეს არ იყოს მარტო მექანიკური ქმედება და იყოს შიგნიდან გააზრებული და რაც შეეხება პირჯვის გადაწერას სხვისთვის თქვენ რაც ბრძანეთ ეს არის მაკურთხეველი მარჯვენით პირჯვის გადასახვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ აქვს მღვდელმსახურს სამღვდელო პირს ვინაიდან და რადგანაც ესეც ახლა დიდი ისტორია აქვს მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ მაკურთხეველი მარჯვენა განასახიერებს კურთხევის გაცემას სხვის მიმართ და ეს მაკურთხევლობა ანუ ის ხაზი რაც ქრისტე მოციქულებს გადასცა ეს ხაზი გადადის სამღვდელო პირებზე ნებისმიერი მოგეხსენება თქვენ სამღვდელო პირი არის მოციქულთა მადლის მოციქულეობრივი მადლის მატარებელი რომელიც პირველი მღვდელნი და მღვდელმთავარნი იყვნენ და რაც შეეხება თქვათ პირჯვის გადასახვას ჩაულებრივ ანუ ჩვენ შეგვიძლია ერისკაც შეუძლია როგორც თვითონ ისახავს პირჯვარს ზუსტად ისეთივე თქვათ კონფიგურაციით გადასახოს პირჯვარი თქვათ ნებისმიერ ადამიანს რაც თავისთავად ნიშნავს იმას რომ თქვენ ანუ ხართ მიმართული იმისკენ რომ განწმიდოთ ან თქვათ ღვთის მადლი მიანიჭოთ ჯვრის მადლი მიანიჭოთ იმას რასაც გადასახავთ მაგრამ მაგ საუბარია იმაზე რომ მაკურთხეველი მარჯვენით გადასახვა მხოლოდ მღვდლის პრეროგატივაა ძალიან დიდი მადლობა მამან გიორგი საინტერესო საუბრისთვის დაგლოცეთ ალბათ თქვენ ღმერთმა დაგლოცოთ და სიკეთე მოგცეთ დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს სტუდიაში საუბრობდა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ვაშალობიძე 9 საათიანი ლოცვა მოვისმინოთ ახლა ერთად და ძალიან საინტერესო თემებით არაერთ სტუმართან ერთად განვავრცობთ ეთერს, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად დროებით. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა
ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიწყლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საყვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას, ვინ ჩემო გვერდით და გვიყურებთ, ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო თემით. საქართველოს გზა, ქრისტეს გზა, ეკლიანი გზა, ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა. ეს სიტყვები საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, რომელიც გუშინ 80 წლის გახდებოდა.
გუშინვე აღინიშნებოდა 28 წელი საქართველოს რეფერენდუმიდან, რომელიც ასევე ბატონ ზვიადის თაოსნობით ჩატარდა და რომელმაც განსაზღვრა საქართველოს მომავალი. სწორედ ამ რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი მანენა გაბაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი მანენა, ასევე აღმოსავლეთ მცოდნე. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობთ. გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და გუშინდელმა დღემ წარმოაჩინა რომ ყველა აღიარებს ერთსულოვანია საქართველოს ამაში, ერიც, ბერიც, ხელისუფლებას, ოპოზიციაც, რომ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ძალიან დიდი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში და სწორედ ის იყო მესაძირკვლე საქართველოს დამოუკიდებლობისა. ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რაც განვითარდა ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან უკვე შემდგომ წლებში დამოუკიდებლობის აღიარებამდე, მინდა გთხოვოთ რომ ბატონი ზვიადი გაიხსენოთ. თქვენ ბრძანდებოდით უზენაესი საბჭოს დეპუტატი, შესაბამისად იცნობდით მას ძალიან კარგად, ჰქონდათ ურთიერთობა. როგორი პიროვნება იყო ის? როგორი ადამიანი? დიახ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რაც დრო გავა, მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება მისი მოღვაწეობა და რაც თავარია, ის მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია და გასათვალისწინებელია. და გითხრათ რომ იგი სცილდება, აი პირველად მინდა ესეთი რამ განვაცხადო, იმიტომ რომ ნაკლებად ლაპარაკობენ ამ თემაზე. მართალია ის ქართულ ნიადაგზე ამოიზარდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. აი მისი დილემა კაცობრიობის წინაშე იმ პრობლემებს სვამს, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოსთვის ასეთი მტკივნეულია. ეს მან წინასწარ 70-იან წლებში დაწერა ამის თაობაზე, ფიქრობდა ამის თაობაზე და რაც შეეხება საქართველოს, მისი ყველა პროგნოზი რო გამართლა და დღეს იმ პრობლემების წინაშე, უაღრესად მტკივნეული პრობლემების წინაშე რო დგევართ, ეს იმ სახელმწიფო გადატრიალების შედეგიცა და მინდა გითხრათ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა ეს არ იყო არა მხოლოდ ერთი პიროვნების მკვლელობა, არამედ ის იყო ქართული პრობლემების მკვლელობა და ამით გავს იგი იდეის და პრობლემების, რომელიც 1801 წლიდან იდგა საქართველოს წინაშე და ამდენად ის ძალიან გავს ილიას მკვლელობას ამ ხრივაც, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის დასაწყისშიც უმძიმესი დარტყმა მიიღო საქართველოს. გავს საქმის გამოუძიებლობითაც. ამითაც ყველაფრით გავს. ისტორია მეორდება, ესე არ არის როგორც სამწუხაროდ. უნდა გითხრათ, რომ როგორც პიროვნებას მინდა შევეხო. უაღრესად მოკრძალებული იყო. მე იშვიათად მინახავს ლიდერი. ყოველ შემთხვევაში სხვებიც ხომ მინახავს პრეტენზია რო ქონდათ ლიდერობაზე, რომელსაც აი ასეთი მოკრძალება და ისეთ რა არის, რევაზ გაბაშვილი თავის დროზე წერდა იმ ხალხზე ჯერ მე და მერე საქართველო. აი ამ ხალხმა გააფუჭა საქმე, პირველ პლანზე თავის თავს რო აყენებდნენ. ზვიად გამსახურდიასთვის თავარი იყო საქართველო. მერე მისი პიროვნება, ის საერთოდ არ გაწუხებდა თავისი თავი. აქაც გავს ილიას ხო, როგორც ილია ბრძანებს, სადაც მე უფრო ხშირია და ჩვენ დიახ, იმიტომ რომ ეს იგივე გზის გაგრძელება გახლავდა. ეს იყო ენციკლოპედიური განათლების პიროვნება. უნდა გითხრათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში განათლების დიდი პრობლემა დგას თვითონ პოლიტიკოსებს შორის და ევროპაშიც ამას არაერთხელ უკვე გაიგო. და მაშინაც იდგა ეს პრობლემა. მაშინაც იდგა ეს. ახლა მაშინდელი ცეკავს დივნები რო ავიღო თავისი ცოდნით და განათლებით, საერთოდ ახლოს ვერ მოვიდოდნენ კი არა, საერთოდ ეს მაშინ ესეთი რუსული სიტყვა არსებობდა, აპარატჩიკები იყვნენ, ასე თქვა. დასავლეთშიც სხვათა შორის ეს დონე დაეცა. და თვითონვე აღნიშნავენ, ეს მარტო ჩემი თვალს ვადევნებ აი ამ პროცესებს და უნდა გითხრათ, რომ ეს განათლება ხანდახან ამბობენ, რომ წინასწარ მეტყველი კი არ იყო. განათლება და თავისი სამშობლოს და სოფლიო პრობლემების წოდნა აძლევდა მას იმის საშუალებას, რომ სწორი პროგნოზები გაეკეთებინა. უნდა აღინიშნოს, ეს იყო დიდი ჰუმანისტიც. და გარდა ამისა, ზვიად გამსახურდია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედებდა და ამ გზით მოვიდა იგი ხელისუფლებაში, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პოლიტიკის ისტორიისთვის. და მისი პოლიტიკური კონცეფცია მორგებული იყო ადამიანზე, ხალხზე და საზოგადოების უკეთესობისკენ სწრაფვისკენ. რაც საქართველოს ისტორიის მთავარი მამოძრავებელი იყო, მე როგორც ისტორიკოსი ამ კუთხითაც ვსწავლობ საქართველოს ისტორიას და უნდა გითხრათ, რომ
იგი აგებდა ისეთ სახელმწიფოს, რომელიც სოციალურ თანასწორობაზე უნდა ყოფილიყო აგებული და არა ძალიან მდიდრებისა და ღარიბების, რაც კატასტროფაა საქართველოსთვის, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა, რომ ეს გამოიწვევდა ფაქტობრივად ქვეყნის დასუსტებას, დაპირისპირებას და ამიტომ სოციალურ ფაქტორს დიდი ყურადღება ექცევდა, რაზეც ქართლის ცხოვრებაც მეტყველებს. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ მან მაშინ მიიპყრო მაშინდელი მსოფლიოს დიდი ყურადღება და უამრავი ჟურნალისტი ჩამოდიოდა, მათ შორის პოლიტიკოსებიც მოგეხსენებათ ჩამოვიდა. ნიქსონი ჩამოვიდა, რომელსაც უმაღლესი შეფასება მისცა მას როგორც ლიდერს, სწორედ რომ შეუძლია ამ დიდი ენერგიის მატარებელ პიროვნებას შვიდობიანი გზებით მიაღწიოს მიზანს. ეს მან აღნიშნა და სხვათა შორის ამზადებდა კიდეც მის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მაშინდელმა ოპოზიციამ მოსკოვთან ერთად ეს და სხვა ძალებთან ერთად ჩაშალა. როდესაც ბატონ ზვიადის განათლებაზე ვსაუბრობ, ის იყო ფენომენალური ნიჭის პატრონი ხა ეს. ის იყო მწერალი, მეცნიერი, შესანიშნავი რუსთველოლოგი პოეტი. ასე ანუ მუსიკაში ძალიან კარგად ერკვეოდა. მუსიკოსი არა პროფესორი. და მაია თომაძისგან ვიცი ფინეთში რო ჩავიდა რამხელა როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ამ კუთხითაც. უნდა გითხრათ, აი ძალიან ხშირად და დღესაც ტელევიზიებით გუშინა ეს დღეები ვისმენდი, რომ ხალხიც როცა რეკავს, რომ აი თქვათ სხვა რესპუბლიკებმა ხომ მიაღწიეს მშვიდობიანად, ჩვენც ამას მივაღწევდით, მაგრამ ერთი რამ არიციან და არ ამბობენ, აი რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ალიხანიან ბონერ სახაროვის კონსტიტუციის პროექტი და სხვათა შორის აი ეს სახაროვია, რომელიც საქართველოს მცირე იმპერიას შემთხვევით არ უწოდებდა, ესე იგი უნდა დაშლილიყო ეს მცირე იმპერია, ხრახან იმპერია იყო, რომ ამ კონსტიტუციის პროექტის თანახმად ავტონომიები იღებდნენ რესპუბლიკის სტატუსს და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შესრულდა ეს გეგმა. და ეხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდე მეორე რაც ხშირად ისმოდა ეს დღეები, რომ აი რუსეთს რო დაუპირისპირდა. ესეც დიდი შეცდომაა. იცით რა არის? აქედანაც ჩანს რამდენად არ იცის თანამედროვე საზოგადოებამ სწორი, თქვათ, ისტორია იმაზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად რუსეთს კი არ უპირისპირდებოდა, რუსეთის მოკავშირე იყო რამდენადაც შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, იმიტომ რომ ელცინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდა, იბრძოდა რუსეთის სუვერენიტეტისთვის, ამიტომ გამსახურდიასთვისაც იგი მოკავშირე იყო. გორბაჩოვი იბრძოდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის, მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიისთვის. ამიტომ ის უპირისპირდებოდა გორბაჩოვს და არა ელცინს, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ელცინმა შეცვალა თავისი პოზიცია და დაადგა იმ მოძველებულ გზას, რითაც მიმაჩნია, რომ კავკასიაში თვითონ რუსეთმაც პრობლემები შეიქმნა, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში, იმიტომ რომ ის ძალები გააქტიურეს, მათ შორის ისლამიზაციასთან ერთად, მე-19 საუკუნეში ერთ რუსი ისტორიკოს კითხეს, რომ როდის დამთავრდება კავკასიის ომიო და მან ასეთი პასუხი გასცა არასოდეს. და მიმაჩნია, რომ ეს ომი ჯერაც არ არის დამთავრებული. ქალბატონო მანენა, ვინაიდან საგარეო პოლიტიკას შევეხეთ, ასევე ცნობილი არის ბუში უფროსი სიტყვები, რომ ის ამბობდა ზვიად გამსახურდიაზე, დინების საწინააღმდეგოდ მიდიშო. ასევე ბატონ ზვიადის სიტყვებით ცნობილია, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან. ეს ცნობილი ფრაზაა და მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მიერ არ არის გამოთქმული, ეს საუკუნეების განმავლობაში ეს იდეა დინების საწინააღმდეგოდ ყველა სფეროში არსებობს. მეცნიერებაში, მხატვრობაში და ასე შემდეგ. მაგრამ რაშია საქმე, იცით? აი ეს ადამიანები ჩარჩნენ იმ დროში და იმ შეხედულებებით დადიან დღესაც. ამ დროს ბუშმა ხო შეცვალა ეს თავისი და დაწერა კიდეც ამის თაობაზე, რომ თქვენ ვერ გამიგეთო კარგათო. მე სულ სხვა რაღაც განმარტა ეს. განმარტა და იცით რატო თვითონ ძალიან დაზარალდა ამის გამო, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ დინების საწინააღმდეგოდ თვითონ წავიდა და არა ზვიად გამსახურდია, რომელიც ეუბნებოდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება და რესპუბლიკების დამოუკიდებლობას დაუჭირეთ მხარიო. და როდესაც ამომრჩეველმა დაინახა, რომ ბუში ვერ განსაზღვრავს სწორად პოლიტიკას, ის მეორედ აღარ აირჩიეს და კლინტონმა ასე თქვა დაამარცხა. ქალბატონ მანენა, აი დღესაც თქვით, რომ ისევ
ისე აზროვნებსა დიდი ნაწილი საზოგადოებისა, როგორც მაშინ თუნდაც აი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენ ასეთ სიტყვებს, როდესაც აფასებენ ზუსტად გამსახურდიას როლს საქართველოს ისტორიაში, რომ აი ეს განათლება ვთქვათ, მისი ეს ენციკლოპედიური ცოდნა, ბევრი საქმისადმი, სიღრმისეული ცოდნა, სიყვარული უზარმაზარი ხო, საკუთარი ქვეყნისა, მისი პიროვნების გამსაზღვრელი ვთქვათ და რაღაცა ბურჯი, ქრისტიანობა ასევე ხო, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ის ყოფილიყო კარგი ლიდერი. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით? მარტივი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. ამბობენ ხოლმე რომ სწორად ვერ შეაფასა არა, პოლიტიკოსი არ იყო და მე ვეკითხები, მტერი რატომ უნდა იყოს შენზე ჭკვიანი? იმან ის ხომ მოკლა, იმიტომ როგორც ლიტერატორი კი არ მოკლა და როგორც პოეტი კი არ მოკლა, როგორც პოლიტიკოსი მოკლა. იმიტომ რომ ის ისეთ საკითხებს სვამდა, რაც საქართველოს წინაშე 1801 წლიდან იდგა. ეს იყო დემოგრაფიის საკითხები, ეს იყო საზღვრების საკითხები და ის უამრავი რაც დღეს აქტუალურია. სხვა სოციალურ თემებზე ჩაეხეთ დასაწყისს და ცნობილი ფაქტია, პური რომ არ მისცა უფლება, შესაბამისად სამსახურს რომ პური გაეძვირებინა, ეს ძალიან ცნობილია საქმე. რატომ მოკლეს გამსახურდია დღეს ახეზია? კითხვაზე პასუხი გაცემულია. და ქაბატონმა ისეთ რა ისეთი ძლიერი ლიდერი იყო დიდი მასშტაბის. ის მარტო იმ დროს კი არ განასახიერებდა. მის უკან თაობები იდგნენ. იცით როგორ ხდება ლიდერის მომზადება ხდება რამდენიმე თაობის მიერ. აი როგორც ილიას შემდეგ დრო დაჭირდა ამას და სხვათა შორის მე ძალიან იმოქმედა ჩემზე ვაჟა-ფშაველა სიტყვებმა, რომელიც ილიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით თქვა. მე დაბადებული არ ვიყავი, არც ვიად გამსახურდი, არავინ აქ ვიცხედა. და მან ამბობს, რომ მოვა დრო, ისევ ის ძალები გამოჩნდებია, რომლებიც იგივეს ჩაიდენენო. ამან იცით ჩემზე როგორი მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ესე იგი წინასწარ უკვე განსაზღვრული ქონდა აი ამ გონიერ ხალხს, რომ იცოდნენ, რომ შიდა ძალა, იცით რა, ვერანაირი მტერი ვერ დაგამარცხებს. ცხადია. თუ შენ შიგნიდან ქვეყანას არ დაანგრევ და რო ამბობენ, რომ იმდენი ისეთი დიდი ქვეყნები, იცით რა, დიდი ქვეყნები ყოველთვის არსებობდნენ. საქართველოს ისტორიის მანძილზე. და საქართველოს არსებობდა. საქართველოს და რატო იცით? საქართველო ამ დიდ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობებს იყენებდა და ხანდახან გამოდიოდა, ასე ვთქვათ, მომრიგებლის როლშიც. უბრალოდ გამსახურდიას რატო ქონდა ეს პოლიტიკა, რაც ქონდა, რომ არ უნდოდა რომ საქართველო და კავკასია დიდი ქვეყნების დაპირისპირების ასპარეზად ექცია, რაც უამრავ სხვებს გამოიწვევდა და კიდევაც არის ეს მსხვერპლი. და უბრალოდ იცით რისი თქმა მინდა, რომ მან კარგად იცოდა თავისი ქვეყნის ისტორია. იცოდა ის მექანიზმები, რითაც ჩვენ დღემდე მოვედით. დიახ. ქაბატონო მანანა, რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა პირველი პრეზიდენტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მათ შორის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, გუშინ მარჯანიშვილის თეატრში ღონისძიება ჩატარდა. კიდევ სხვადასხვა გამოფენა თუ ღონისძიება მოეწყო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ ზვიად გამსახურდია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. თქვენ ხო აი როგორც ეკლესიაში შედის ადამიანი და ზოგჯერ ის არ არის მერე ისეთი როგორიც უნდა იყოს, მარტო პირისთვის წერა და მარხვა არ არის საკმარისი, ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს შენი ქვეყნის პრობლემის მიმართაც, უნდა იყოს გულწრფელი და მარტივი. და არაზედაპირული და პარისეველი. სიმართლეს უნდა დაუბრუნდა, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია სიმართლეზე აღმოცენებული ლიდერი იყო. უნდა გითხრათ, რომ იცით, მე ყოველ წელს მონაწილეობ ანდრია პირველწოდებულის კონფერენციებში, ეს დიდი ხანია ტარდება და წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ და დიდი პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. ესეც ძალიან მიმანიშნებელია რაღაცა ტენდენციების და შესაძლებელია მსოფლიოში იმ ცვლილებებისაც, რომელიც აი დასავლეთიც თავის ფესვებს ნელ-ნელა უბრუნდება, აი ამ დიდი ექსპერიმენტების შემდეგ. და ზოგჯერ ცრუ დემოკრატიისაც კი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენც კი გარკვეულ პერიოდში მოგვახვიეს და სხვათა შორის ამ ცრუ დემოკრატიის სახელით არის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, ასე ვთქვათ,
დამხობილი და რაც შეეხება თვითონ აი ამ აღნიშნას, იცით რატო აქვს კიდევ მნიშვნელობა, რომ ესე იოლად აღარ დაიწყებენ მასზე ლაპარაკს. ვიღაცები დაფიქრდებიან, ვიღაცები გაანალიზებენ, გადახედავენ თავის შეხედულებებსაც, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი ქართველი განიცდის ამას. გუშინ ტაქსში ჩავჯექი და მძღოლმა მითხრა, იცით რამდენი ადამიანი ავიყვანეო მთაწმინდაზე და როგორ ტიროდა ხალხიო. თუმცა პარადოქსია, იცით, აი კაპიტან მანანა, ჩვენ გვახსოვს არც თუ ისე დიდი ხნის წინ მისი ოჯახის წევრების შიმშილობა. ვახსენეთ საუბრის დასაწყისშიც, რომ ილიას ამითაც გავს, რომ დღემდე გაუხსნელია მისი მკვლელობის საქმე. ერთია რომ ახსენეთ ისიც, რომ სოფლიო დონის პიროვნება იყო მართლა და მიიპყრო იმდროინდელი სოფლიო ლიდერების ყურადღება. ნუ ცხადია ეს, მართლაც ძალიან დიდი პიროვნება იყო, თუმცა აი ჩვენი პარადოქსი რაში, აი დაუფასებლობა, საუბარი იყო, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ალბათ ვინც აფასებს ასეთ შვილებს სახლი სადაც ის აღესრულა, მუზეუმი იქნებოდა დღეს, ხო? აი რებზე ვსაუბრობთ. რაში ხედავთ ამ პრობლემას? როგორ ხედავთ უბრალოდ? აი შუა საუკუნეებში რო ყოფილიყო საინფორმაციო საშუალებები ისეთი, რომლებიც აი ანგრევენ თვითონ საკუთარ ქვეყანას, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს დღემდე მოეღწია. პროპაგანდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მიდიოდა პროპაგანდა წლები გამსახურდიას წინააღმდეგ. ის კი არა აი იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვებრძოდნენ, აქ ფსიქოზის ქვეშ იყვნენ ადამიანები. აი ახალგაზრდები მახსოვს რა დღეში იყვნენ, მისი სახელის ხსენებაზე შეიძლება ფიზიკურად გაგწორებოდნენ. იცით რა, ზომბირება ხდება. ეს არ არის მარტივი რაღაც, ამაზე მთელი ინსტიტუტები მუშაობენ. ერის დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ქართველის ბუნებაში საერთოდ არ არის აგრესია, მაგრამ ეს ხო გამოიწვიეს გარკვეული ხელოვნური თუ აი გარკვეული სპეციალური მეთოდები არსებობს. ამასთან დაკავშირებით 25 და 30 წელი ძალიან ცოტა არის ისტორიისთვის, დრო აუცილებლად შეაფასებს ვიადგამსახურდიას როლს, მის პიროვნებას და ეს პროცესი ვფიქრობთ, რომ უკვე დაწყებული არის. ყოველ შემთხვევაში გუშინდელმა დღემ ეს აჩვენა. იცით რაშია საქმე? მაშინ იქნება ვიადგამსახურდია დაფასებული, როდესაც რაც მან გააკეთა, აი რო ვთქვი დღესაც აქტუალური. იგივე სამაჩაბლოსთან, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, როდესაც ამოღებული იქნა სამხრეთ ოსეთი, როგორც ასეთი. თვითონ მოსკოვის სოციალურ მონაწილეობთ ყველა საინფორმაციოდან. როდესაც აფხაზეთში დარეგული ძალიან გონივრულად. ეს ყველაფერი არის დიდი მემკვიდრეობა. ერთ-ერთი აი პირველი წერილი სწორედ აი ამ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მე დავწერე მაშინ სპეციალურად, რომ იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ აი ასე გაგვისწორდნენ, ვფიქრობდი, რომ იქნებ მაინც გამოადგეთ მეთქი, მაგრამ არავითარი რეაგირება ამას არ მოყოლია. იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო ეს წერილი დამზადებული, დიახ. და უბრალოდ იცით რა მინდა ვთქვა, რომ ეს გაკვეთილი ისტორიის ღმერთმა ქნას, რომ ისე იყოს მიღებული, როგორც საჭიროა, რომ როდესაც ჩვენ ერთ წრეზე ვტრიალებთ, იმიტომაც ვტრიალებთ, რომ სიცრუის გზა ავირჩიეთ და საკუთარი თავის გრევის გზა ავირჩიეთ. აი აქედან გამოვალთ მხოლოდ სიმართლით. და იმ ჩვენს არა მხოლოდ გამსახურდიაზე, არამედ ისევ ილიას გააქტიურებით. დღესაც გაიგონებთ მის. რა დროს ილიაო, მე გამიგია, რა დროს ვიადგამსახურდი. იცით რა, პიროვნებებზე გადაყავთ. გონიათ რა ხანის არ არის დღეს ის პრობლემები, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ, თავის შეწირეს არ არსებობს. თუმცა პიროვნებები ქმნიან ხოლმე ისტორიას. პიროვნებებიც ქმნიან რასაკვირველია და რამდენი ეცადა მის შეცვლას, ვერავინ ვერ შეცვალა, ხო დავინახეთ. დრო მართლაც ყველაზე ანგარიშგასაწევი ფაქტორი აფასებს ხოლმე ასეთი ადამიანების ღვაწლს და ცხოვრებას და ამ შემთხვევაშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ასე. კი, მაგრამ იცით რაშია საქმე, ჩვენ ხო რამდენი ადამიანი დაიღუპა ამასობაში. როდესაც ამბობენ, რომ მე სხვა პოზიცია, ეს პოზიცია იყო, როდესაც შენი პოზიციის გამო უამრავი მსხვერპლია. რამდენი ახალგაზრდაა დაღუპული, რომელსაც შეეძლო დიდი როლი შეესრულება საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. შევახსენოთ მაყურებელს, რომ სტუდიაში საუბრობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე უზენაესი საბჭოს დეპუტატი ქალბატონი მანანა გაბაშვილი. გრძელდება გადაცემა და სიუჟეტ შემოგთავაზებთ. ნათია შუბითიძე, ჩვენი ჟურნალისტი, იუსტიციის სასტუმრობდა, ვნახოთ სიუჟეტი და შევიტყოთ, რამდენად ადაპტირებულია ეს გარემო და ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
იუსტიციის სახლი ადაპტირებულია არქიტექტურული თვალსაზრისით შეზღუდვის მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 22 ფილიალს სხვადასხვა დოკუმენტაციის მიღების მიზნით ყოველდღიურად 20,000-მდე მომხმარებელი სტუმრობს. რამდენად არის შენობა ადაპტირებული და ყველა საჭიროებაზე მორგებული. აღნიშნულ საკითხზე თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის მოადგილე ლანა წულაია გვესაუბრა. გარე პერიმეტრზე განთავსებულია პანდუსი, რომელიც ეტლით მოსარგებლეებს საშუალებას აძლევს შენობასა და მომსახურების დარბაზებში სხვების დახმარების გარეშე შევიდნენ. საკონსულტაციო სივრცეები სპეციალური მაგიდებით არის აღჭურვილი. აქვე ხვდებით უსინათლოებისთვის სპეციალურ ბილიკებსა და სანავიგაციო რუკას. საინფორმაციო დაფა გახლავთ ინფორმაციის მატარებელი ბრაილის შრიფტის საშუალებით აცნობს შეზღუდვის მქონე პირს უსინათლო პირს იმ ორგანიზაციის შესახებ თუ სად იმყოფება პირი ბრაილის შრიფტის დახმარებით უსინათლო პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს იუსტიციის სახლის სივრცით მოწყობას ბილიკებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის ვებგვერდი და ონლაინ მომსახურებაც. უსინათლო და მცირედ მხედველთათვის განკუთვნილია ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია 3 სხვადასხვა ფუნქციით, რომლის საშუალებითაც უსინათლო პირები ინფორმაციას მათთვის საჭირო ფორმით იღებენ. იუსტიციის საინფორმაციო სივრცე მოწყობილია იმგვარად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მარტივად შეუძლია საჭირო სერვისების მიღება, საინფორმაციო კუთხე ადაპტირებულია იტლით მოსარგებლე პირისათვის, მას შესაძლებლობა აქვს მარტივად მობრძანდეს ჩვენს წარმომადგენელთან იუსტიციის სახლის თანამშრომლისგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, მისთვის საჭირო ბილეთი, საჭირო ხელშეკრულების ფორმები თუ ასე შემდეგ. პროექტის გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის ფარგლებში იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა სპეციალური მომზადების კურსები გაიარეს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურება, ქცევის ეტიკეტი და ჟესტური ენა შეისწავლეს. იუსტიციის სახლში განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის გავიარე გადამზადების კურსები, მათ შორის შევისწავლე ჟესტური ენა. რაც საშუალებას მაძლევს მომსახურება ჟესტურ ენაზე გაუწიო ყრუ პირებს, გაჩვენებთ რამდენიმე ჟესტს, ეს არის მისალმება, გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ და პირადობის მოწმობა, ბიომეტრიული პასპორტი და ასე შემდეგ. ეს საშუალებას გვაძლევს მოქალაქეებს, რომლებთაც აქვთ შესაბამისი შეზღუდვა, სერვისები, რასაც გასცემს იუსტიციის სახლი, მივაწოდოთ შესაბამის დონეზე. როგორც ცნობილია, აქ საგანგებოდ შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლითაც იუსტიციის სახლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურების სტანდარტი იმართება. სპეციალურად იუსტიციის სახლის მომსახურებებზე წვდომისთვის ყრუ და სმენა დაქვეითებული მოქალაქეებისთვის შეიქმნა ახალი ჟესტები 400 ტერმინისათვის. ადაპტირებული გარემოს შექმნა ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამ მხრივ კი თითოეული პროექტი მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. გრძელდება გადაცემა კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ხარ, ძალიან საინტერესო თემით განვაგრძობთ სტუმართან ერთად საუბარს. შეგახსენებთ, რომ 1 აპრილიდან, ანუ დღეიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა. მადლობა რომ გვესტუმრეთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან. ასევე შევეხებით ჩვენ ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარებასაც და ბოლო პერიოდში მიმდინარე სიახლეებს, თუმცა მანამდე დღეს 1 აპრილია და დავიწყოთ მნიშვნელოვანი თემით საუბარი. რას დაარეგულირებს ეს ახალი რეგლამენტი? რას გულისხმობს ზოგადად? კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის, დილამშვიდობა, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. პირველად ხდება, რაც უნდა უცნაური იყოს, რომ ცალკე რეგლამენტი შეიქმნა სპირტიანი სასმელების, ყურძნისეული სპირტიანი სასმელების შესახებ. კერძოდ ეს რეგლამენტი ეხება ქართულ ბრენდს, ჭაჭას და მაგარ სასმელს. 2017 წელს შევიდა ცვლილებები კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ და სწორედ ამ კანონში ცვლილებებით იქნა გათვალისწინებული აი ამ რეგლამენტის შემუშავება. ღვინოზე მაგალითად ეს რეგლამენტი კარგი ხანია არსებობს. თვითონ კანონი 1998-დან მოქმედებს და საქართველოს არის პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელშიც ცალკე
არსებობს კანონი ვაჟისა და ღვინის შესახებ. რაც შეეხება აი ამ სპირტიან სასმელებს, ჯერჯერობით აი აქამდე მნიშვნელოვანი მომენტები იყო მხოლოდ კანონში გაწერილი. ხოლო აი ესე ცალკე რეგლამენტი სპირტიან სასმელებზე აი ახლა შეიქმნა და როგორც თქვენ ბრძანეთ დღეიდან ამოქმედება. პრინციპში აქ არაფერი ესეთი რადიკალური და ინოვაციური ასე ვთქვათ არ არის. ზოგადად არსებობს ესეთი ვაჟისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 46 წევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველო არის წარმოდგენილი როგორც ექსპერტების დონეზე, ასევე სახელმწიფო დონეზე და აი ამ ორგანიზაციაში ხდება ამ ექსპერტების მიერ ამ დარგში რეგლამენტების შემუშავება, რეკომენდაციების და ასე შემდეგ. შემდეგ აი ამ ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ, ასე ვთქვათ, რეგლამენტებს წევრი სახელმწიფოები იყენებენ საფუძვლად თავიანთ, ვთქვათ, კანონმდებლობაში. იგივე დაახლოებით იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც, ჩვენ შემთხვევაშიც და აქ იქნება გაწერილი ესეთი მომენტები, თუ რა შეიძლება გამოვიყენოთ სპირტიანი სასმელის დასამზადებლად. ან რამდენი უნდა იყოს, ვთქვათ, იმ დავარგებული სპირტის ასაკი, რომლითაც ჩვენ დავამზადებთ ბრენდს. რა რისი გამოხდა შეიძლება ჭაჭის დასამზადებლად და ასე შემდეგ. ამ წესების დაცვა საბოლოო ჯამში და გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხს აწევს ალბათ, ხო? და ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვასაც ითვალისწინებს ბუნებრივია ეს. ყველაზე მთავარი მეღვინეობაში ზოგადად არის ის, რომ ეტიკეტი, ანუ ის წარდგენა, რაც არის ბოთლზე, შეესაბამებოდეს შიგთავს. არის ხოლმე, როდესაც არ შეესაბამება. აბა რა, არ დაგილევია სამწუხაროდ რაღაცა ეს არ არის მარტო არ ისე არ ჩათვალოთ საქართველოს. კი, ყველგან შევხვდებით ამას. კი, იმიტომაც არის ეს დარგი მკაცრი რეგულირების თემა ყველა ქვეყანაში, სადაც რომელიც მეღვინეობას ეწევა, რომ ამის რისკები არსებობს და შესაბამისად, სადღაც მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ვინაიდან დარგმა დაინახა ეს რისკები, მოხდა მკაცრი რეგულირება. შავი ბაზრის პრობლემა ისევ არსებობს ბატონო ლევან, ამ შემთხვევაში სპირტიან სასმელებს გულისხმობ, ანუ ფალსიფიცირებული, ასე ვთქვათ, სახლში კუსტარულად დამზადებული, რომელსაც შემდგომ ყიდიან სხვადასხვა, შეიძლება არა ისეთ ცნობილ მარკეტში, დიდ მაღაზიაში, არამედ პატარა მაღაზიებიც ამ ბარში შეიძლება ამას შეხვდე ან რესტორანში. ადგილობრივ იმიტომ რომ იყო, ანუ ყოველ შემთხვევაში წლების წინ იყო შემთხვევა, როდესაც მოიწამლა რამდენიმე ადამიანი. ადგილობრივიც და ალბათ შემოტანილი შეიძლება. შეიძლება ეს არ შედის თქვენს კომპეტენციაში, უბრალოდ დამება და ასეთი შეკითხვა და არა, კი, ნამდვილად თქვენ თვითონ ეხლა პრინციპში თქვით, ღვინის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ბაზარს არ არეგულირებს, ასე ვთქვათ, არ აკონტროლებს. თუმცა ჩემთვის ცნობილი ესეთი ფაქტები ძალიან ძირია და იკლო ბევრად. ეხლა აი რავი 90-იანებზე იყო საუბარი და ნუ მაშინ მართლაც რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი მახსოვს მე, თუნდაც მოწამვლის და თუნდაც სამწუხაროდ ადამიანის თქვათ დაბრმავების და ასე შემდეგ, რაც ძიმედ მოქმედებს, ანუ აი მან და არის ესეთი ნივთიერება მეთილის სპირტის ეძახიან, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე. რაც შეეხება საერთაშორისო აღიარებას, თქვენ როდესაც მიბრძანდებოდით იაპონიაში ღვინის ფესტივალზე, იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი, ჩვენ ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ, წინსწრებით, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ფესტივალს, უკვე შედეგზე სასაუბროთ, გთხოვთ რომ შედეგებზე ისაუბროთ. საინტერესოა ყავდა თუ არა საკურა მაშინ, როდესაც თქვენ იყავით იაპონიაში. საკურა ქვია ხო ამ ფესტივალს? საკურა არა, საკურას ფესტივალი სხვა არის, იქ ჩვენ გავიმარჯვეთ. ორივე ფესტივალზე ისაუბროთ. საკურას ფესტივალზე, რომელიც ძალიან საინტერესო მოვლენა, ანუ ჟურის წევრები არიან მხოლოდ ქალბატონები და ქალბატონები აფასებენ ღვინოებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს თუ სწორად მახსოვს 3000 ნიმუშზე მეტი იყო ამ საკურას ფესტივალზე წარდგენილი და ქართულმა ღვინოებმა დაიმსახურა ძალიან ბევრი ჯილდო, მათ შორის ორმა დაიმსახურა ყველაზე დიდი, ეს არის Grand
gold, ანუ დიდი ოქრო, ასე ვთქვათ და შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა უკვე შემდეგ ეტაპზე მოიპოვა ბრილიანტის პრიზი, რაც იაპონიის შემთხვევაში უმაღლესი წოდება, ასე ვთქვათ. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ქართული ღვინისთვის და აღიარება. თან იაპონიაში ძალიან დიდი მასშტაბის ბაზარია. კი ბატონო, რაც შეეხება ჩვენ ღონისძიებას, რომელიც მიმდინარეობს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არის ორთვიანი გამოფენა სახელწოდებით საქართველოს ღვინის სამშობლო, რომელიც გახსნის წინ ვიყავით თქვენ სტუდიაში სწორედ. ეს მოკლედ ამ პროექტის უკან დგას ძალიან დიდი შრომა რეალურად 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და არა მარტო ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მეცნიერები ჩაბმული არიან ამ პროექტში, მაგალითად ტორონტოს უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, რაც გულისხმობს საქართველოს ღვინის კულტურის კვლევას. ამ კვლევის ფარგლებში 2017 წელს გამოქვეყნდა არის ესეთი ორგანიზაცია ამერიკის მეცნიერების გაერთიანება, ასე ვთქვათ და მის ყოველწლიურ ასე ვთქვათ შედეგებში გამოქვეყნდა უკვე დადასტურებულად ის ფაქტი, რომ საქართველოში არის ნაპოვნი ყველაზე ძველი ღვინის ნაშთი. ეს როგორი სამაყო ამბავია? კი. და ამის დაინტერესებაც ძალიან დიდია მათი მხრიდან. ხო, მე მოვისმინე ეგრეთ წოდებული სინქრონები, ვთქვათ, აი სიუჟეტები, როდესაც ვნახე, როგორ აფასებენ და რომ ბევრისთვის ეს არის აღმოჩენა, როგორ დაინტერესდნენ ჩვენი კულტურით და საამაყოა ბუნებრივია ღვინოსთან ერთად, რომ ზოგადად ჩვენი ქვეყნის არსებობის ისტორიას იგებენ. მართალი ბრძანდებით და აი ამ აღიარების შემდეგ პირველი გამოფენა იყო ბორდოში, ბორდოში გახსნეს Cité Jouen, ანუ ღვინის ქალაქი. ესეთი Cité Jouen. Cité Jouen. ფრანგულად არის ეს სახელწოდება. პირველი მოწვეული სტუმარი სწორედ ამ შედეგების გამო იყო საქართველოს, რომელსაც პატივი ერგო ეს გამოფენა გაეხსნა, როგორც ღვინის სამშობლოს. ის გამოფენა იმდენად წარმატებული იყო, რომ გადაწყდა ამის შემდეგ ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე ჩატარდეს ამგვარი გამოფენა და აი მეორე გამოფენა უკვე იმართება იაპონიაში. ანუ ამ რეალურად ამ გამოფენის მიზანი არის, რომ საქართველოს პირველ რიგში მსოფლიოს გააცნოს საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოდ, ანუ ის შედეგები, ის მეცნიერული კვლევის შედეგების კომუნიკაცია მოხდეს და გლობალური მომხმარებლის, ასე ვთქვათ, თავში თუ შეიძლება ითქვას, მოხდეს საქართველოს პოზიციონირება როგორც ღვინის სამშობლოს. როდესაც თქვენ მონაწილეობთ გამოფენებში, ფესტივალებში, ასე შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ქართული ღვინო და მრავალხმიანობა არის განუყოფელი და თუ არის კომპლექსურად წარმოჩენა საქართველოსი, როგორც ღვინის, ასევე კულტურის, თუ მიყავთ ხოლმე, თქვათ, ანსამბლი, რომელიც ასევე ხალხურ სიმღერებს იმღერებს. ნამდვილად ესეა, აქ ლაპარაკი არ არის მარტო, თქვათ, სიმღერაზე, აქ არის ლაპარაკი ასევე სამზარეულოზე, იმიტომ რომ მთლიანად აქ ხდება ღვინო კი არის, ასე ვთქვათ, ამ გამოფენაში წამყვანი თითქოს, მაგრამ რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის კულტურის და ისტორიის წარდგენა. მათ შორის 15 მარტს გახსნის დღეს იქ იყო ანსამბლი ბასიანი, რომელსაც სხვათა შორის ასევე დაეთმო პირდაპირ ეთერი ადგილობრივ რადიოში და მე შემიძლია გითხრათ, რომ ტოკიოს რადიოს აუდიტორია ეს არის, წარმოიდგინეთ, ქალაქი არის თვითონ 30 მილიონიანი და აუდიტორია სადღაც 10 მილიონია. ასე ვთქვათ, 10 მილიონმა მოისმინა ეს ქართული სიმღერა პირდაპირ ეთერში, პლუს ამას ოფიციალურ გახსნაზეც იყო მათი წარდგენება, მათი კონცერტი. ამ კულტურული ნაწილის გარდა, როგორც თქვი, არის სამზარეულოს გაცნობა, იქ იქნება ღონისძიებები, როგორც არის თქვათ, ხინკლის წარდგენა, ჩვენი პულსართიანების, ანუ ხაჭაპური და ასე შემდეგ, მათი წარდგენა, კი ბატონო. ნუ რასაც გულსართია ხელისა. და ღვინის და კერძის შეხამება, ჭაჭის საღამოა, სხვათა შორის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩართული არიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც და გარკვეულ აი ამ ღონისძიებებზე სპონსორობა აიღეს და თვითონ მართავენ, თვითონ წარადგენენ თავიანთ პროდუქციას.
და ასე შემდეგ. მოკლედ კარგია ის რომ რომლის სხვა შორის რომელსაც ბილეთები გაიყიდება ჩვეულებრივ და თამადა იგეგმება რომ და ძალიან დიდი ალბათობით იქნება ტოჩინოშინი ჩვენი ასე ვთქვათ სახე იაპონიაში თუ კარგი იქნება და ჭაჭასთან ერთად რომელიც ასე დაგივლის ძარღვებში იქნება ღვინო რომ ამას შეყვება ქართული სიმღერის ჟრუანტელი სამომავლოებია ბატონო ლევან და ამით დავასრულოთ სამომავლოდ ჩვენ ჯერჯერობით ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ მიმართულებას რაც აი 13-14 წლებში შემუშავდა ღვინის ეროვნულ სააგენტოში პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან ჭიდრობთ თანამშრომლობთ კერძო სექტორთან ანუ ასეთ სახელმწიფო არ დგას ცალკე ამ შემთხვევაში მათ შორის გამოვარჩევ ქართული ღვინის ასოციაციას რომელიც აერთიანებს დაახლოებით 80% ჩვენი ექსპორტიორების მსხვილ საწარმოებს ამ გამოფენაშიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ძალიან აქტიურად მონაწილეობენ პლუს მაგალითად ასევე მარტში იყო დიუსელდორფის გამოფენა რომელიც ასევე მათთან ერთად გაკეთდა და უკვე 27 კომპანია იყო წელს წარდგენილი დიუსელდორფში დიუსელდორფის გამოფენა ზოგადად იმიტომაც აღვნიშნე და უნდა აღვნიშნო რომ მეღვინეობის სფეროში ითვლება პირველად ყველაზე დიდი ეს არის გამოფენა სადაც თავმოყარე ქვეყანა უნდა იყოს წარდგენილი აუცილებლად და ჩვენ გვაქვს ასეთი ამბიცია და ჩვენ ვცდილობთ რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ აი ამ პრესტიჟულობის გამო იქ შეზღუდულია ხოლმე ჩვეულებრივ რამდენიმე წლით არის დაჯავშნილი ის ტერიტორია სადაც შეიძლება შენი წარდგენა განახორციელო და რა ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ მუშაობთ რომ მომავალი წლიდან მოხდეს კიდევ უფრო გაფართოვება საქართველოს სტენდის და კიდევ უფრო მეტი კომპანიით ვიყოთ წარდგენილი აი ამ ბაზარზე ძალიან კარგი მნიშვნელოვანია პირველ აპრილს რატომღაც ჩვენს ბავშვობაში გვატყუებდნენ ხოლმე მე მინდა ახლა თქვენთან ერთად ბევრი სიმართლე უთხრა მაყურებელს და ალბათ თქვენთვისაც შეიძლება ერთგვარი სიახლე იყოს რადგან ჩვენ ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ტექნიკურ რეგლამენტზე ვსაუბრობ დღეს პირველ აპრილს კიდევ არაერთი რეგულაცია ამოქმედება აი მაგალითად პლასტიკატის პარკები აიკრძალება წარმოება იმპორტი რეალიზაცია მძღოლებს ნარკოტესტზე ადგილზევე შეამოწმებენ 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულს დაგროვებითი sapensio სისტემიდან გასვლა შეეძლება მოქალაქეთა ნაწილი პასპორტისა და ID ბარათის მიღებას უფასოდ შეძლებს და ასეთი არის 1000 მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედება და სესხები შეიძლება გაიცეს 50000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. ხო, კარგი სიახლეებია. და ეს ყველაფერი დღეიდან ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში. მადლობა გიორგი ასეთი საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის გაცნობისთვის. შევახსენებთ მაყურებელს, რომ ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარებაზე სტუდიაში საუბრობდა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ლევან მეხუთლა. გრძელდება გადაცემა, მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით სტუმრებთან ერთად პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. მარიხუანა, მცენარის ლათინური დასახელება კანაბის. მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება, ტეტრაჰიდროკანაბინოლი იწვევს DNM-ის დაზიანებას, გულის ფუნქციების დარღვევას. აქვეითებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. იწვევს მოზარდების სქესობრივი ფუნქციების დარღვევას. მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს.
ამ სამყაროში არის მხოლოდ ერთი ადგილი, სადაც არ არის ბნელი. ეს არის იესო ქრისტე. მასში განცხადდა ღმერთი ყველაზე გასაგებად. ალბერტ აინშტაინი, ფიზიკოსი, ნობელიანდი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღეს ცნობილი ქართველი მსახიობების კარლოს აკანდელიძის, ბელა მირიანაშვილის და ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღე არის. ასევე მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს ცნობილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ბატონი ნოდარ მგალობლიშვილი. ჩვენ ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდებს გავიხსენებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები კი არიან კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე და მსახიობი ბექნო ქაფიანიძე, ზურაბ ქაფიანიძის შვილი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. დილომშტობისა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ პლეადაზე, იმ თაობის წარმომადგენლებზე, რომლებმაც ნამდვილად ძალიან დიდი კვალი დატოვეს, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ქართული კულტურის განვითარებაში და კონკრეტულად ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში. ქეთევან, პირველ რიგში მინდა ვკითხოთ ბატონი ნოდარის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, შაბათს დაკრძალეს და აი მისი როლი ქართული თეატრის განვითარებაში, კინოს განვითარებაში და მისი გამორჩეული სახეები. რომელია უდაოდ ის მსახიობები, რომლებიც ჩვენ ჩამოთვალეთ, გახდნენ იმ ეპოქის ერთგვარად გამოძახილნი, რომელშიც ისინი მოვაწევნენ, მაგრამ მათ თავად შექმნეს ეპოქა და ეს არ გახავთ ხმამაღლა ნათქვამი ვინაიდან. ეს არა მხოლოდ სცენისა და ეკრანის ღირსებათა ტრანსფორმაცია გახდათ ქართული კულტურისათვის, არამედ ის გარკვეული კულტურული მეხსიერებაა დღეს ჩვენი, რომელიც არსებობს უდაოდ და ნამდვილად დიდი ცვლილებების მომტანი იყო ყოველივე ეს მაყურებლის ცნობიერებაში. ამას გადაჭარბებით არ ვამბობ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თუნდაც ნოდარ მგალობლიშვილის, თუნდაც კარლოს აკანდელიძის, თუნდაც ბელა მირიანაშვილის და რა თქმა უნდა ზურაბ ქაფიანიძის მიერ ნათამაშები როლები და სახეები უბრალოდ ის გამავალი ხაზი ღერძი გახლავთ დღეს ჩვენს მემკვიდრეობასა და კინოსა და თეატრის მიერ დატოვებულ აი ამ საგანძურს შორის, რომელიც ყოველთვის გვასაზრდოებს. იცით რა შეასაქმე? გვასაზრდოებს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება აქედან ძალიან ბევრი რამ მივიღოთ. დღესაც დამერწმუნეთ. არ იცვლება ყოველივე ეს. ისევე როგორც ის ღირებულებები არ იცვლება და ის ფასეულობები არ იცვლება, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ. ისევე როგორც ის ოსტატობის ნიშანი არ იცვლება, აი ამას გაუსვამ ხაზ, რომელსაც ვერასდროს ვერ დავივიწყებთ. აი ხა თქვენ ნოდარ მგალობლიშვილი ახსენეთ და წარმოუდგენელია არ თქვათ ისიც, რომ ქართულმა კინომ კიდევ უფრო ნაკლებად გამოიყენა მისი რესურსი, როგორც ვიდრე ზოგადად საბჭოთა სისტემაში არსებულმა რეჟისორებმა იმ პერიოდში და ეს გულდასაწყვეტია. და ძალიან ბევრი სახეობზე შეიძლება იგივე ითქვას. რა თქმა უნდა, ვიღაცას დრომა შეუწყო ხელი, ვიღაცისთვის ეს რაღაცა სხვა ცხოვრებისეული გარდატეხა გახდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად მნიშვნელოვანია ყოველივე ეს, რომ ნებისმიერ რეტროსპექტივაში, რომელსაც დღეს წარადგენენ ნებისმიერი ქვეყნის ეკრანებზე, ჩვენი სახელით, არა, პირველ რიგში სწორედ სამსახიობო ოსტატობის აი ეს ნიშანი იპყრობს ყურადღებას, თუ როგორ იქნება კარდინალურად განსხვავებული ხასიათები და სახეები, რაც ყველაზე რთულია, იმიტომ რომ როგორც წესი, დასავლეთშიც და სხვა ქვეყნების კინემატოგრაფშიც ყველაზე ძნელი რაღაცა ერთგვარობის იმიჯიდან გამოსვლა გახლდათ. იყო ეს. თავისთავად უჭირთ სკოლებსაც მართალი გითხრათ, რა თქმა უნდა და აი ეს ეპოქა, ეს ადამიანები, ეს მხატვრული სახეები, ქართული კინოს ეს ნიშანი და მახასიათებელი, რაც 60-იანელებთან ერთად და ამ მსახიობებთან ერთად მოვიდა კინოეკრანზე, მე ალბათ ვიტყოდი, რომ უნდა იყოს ყოველთვის შეცნობის, გაცნობისა და მაყურებელთან ხელახლა გამორჩეული თარიღი არის ნამდვილად 1 აპრილი ქართული კინოს და თეატრის ისტორიაში. რამდენი ვარსკვლავის დაიბადა. მანამდე ვიდრე ბექნოსთან გადავალთ, აი ქეთის მინდა ვკითხო აი რამდენად მნიშვნელოვანია ერთია, როცა მართლაც დიდი არტისტები არიან და მეორეა, როდესაც მათი სამოქალაქო პოზიცია და როლი ახლა ნოდარ მგალობლიშვილზე საუბრობდით, არის გამორჩეული, რაც შეიძლება ბევრ არტისტთან მიმართებით ვერ ვთქვათ, ანუ
პიროვნებებიც გამორჩეულები იყვნენ ისინი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუნდაც თავიანთი პოზიციების დაფიქსირებით ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებდნენ. აი ამაზე რა სიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად ერთად იყოს ადამიანში, თქვათ აი პროფესიონალიზმი და ასევე უზადოდ დიდი პიროვნება შერწყმული. ეს ერთგვარად იდეალიზმთან და იდეალურთან მიახლოებული მთლიანობა გახლავთ, რომელიც რა თქმა უნდა იშვიათია და ჩვენ პრინციპში მაინც განებივრებულები ვართ ამით, იმიტომ რომ აი ნოდარ მგალობლიშვილი, ზურაბ ქაფიანიძეც, ბელა მირიანეშვილიც და კარლო საკანდელიძეც ახლა ის ადამიანები, ვინც ვახსენეთ, მათ სიტყვას ფასი ქონდა. გარდა ამისა, იცით, ეს პიროვნულობისა და ხასიათის და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის ნიშანია, რისი გამოტანაც საჯაროდ ყველას არ შეუძლია დამერწმუნეთ. თუმცა კი ამისთვის არც ერთი მათგანი რაღაც საჯარო გამოსვლებსა და მსვლელობებს არ მიმართავდა, უпростоრად მე არ გულისხმობ აფიშირებას, იცით, ხაზგასმულ აფიშირებას. უბრალოდ იქ, სადაც ამ ადამიანთა სიტყვა იყო და ხდებოდა საჭირო, ყოველთვის ამ სიმტკიცეს შედეგი მოჰქონდა და ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ წარმოიდგინეთ პროფესიასთან გაიგივებული თვისებაც გახლავთ, იმიტომ რომ საკუთარი პოზიციის და საერთოდ მრწამსის და საერთოდ დამოკიდებულების იმგვარად გამოხატვა, როგორც ეს ამ არტისტებს შეეძლოთ, ხო? ეს მაინც გადაჯაჭვულია ისევე როგორც მათ პროფესიულ, ასევე მოქალაქეობრივ და ასევე ადამიანურ სხვათა შორის გუში სრულიად პირველი ყოვლისა. კი ბატონო. გუში უყურებდი სრულიად შემთხვევით ესე გადიოდა ერთ-ერთ არხზე კვირიკაძის ფილმი ქალაქი ანარა და აი ბატონ ზურაბ ქაფიანიძეზე მინდა გადავიდეს სწორედ მის მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი სახე აი ამ ფილმიდან. საინტერესოა რამდენად მოახდინა ბატონ ზურაბის ცხოვრებამ, შეიძლება ესე ითქვას, მისმა შემოქმედებამ გავლენა თქვენზე და რამდენად განაპირობა თქვენი არჩევანი, რომ გამხდარიყავით მსახიობი, მის გზას გაყოლოდით. საინტერესოა ბატონი ზურაბი ამას როგორ უყურებდა თქვენს პროფესიულ არჩევანს. როგორც წესი მსახიობებს არ უნდათ ხოლმე რომ მართლაც გაყვნენ შვილები. ჩვენ გვესმის ბექნო რომ რთულია, თქვათ შობელზე, მამაზე საუბარი, მაგრამ რაღაცნაირად ამ როლიდან რომ მესმის რასაც მეკითხებით, უბრალოდ დაუბრუნდებით, თუ შეიძლება ძალიან კარგი აქცენტი დასვით, ახლა ქალბატონმა ქეთევანმა არაჩვეულებრივად ისაუბრა და ისაუბრებს არაჩვეულებრივად ქართულ კინოზე, ასე როგორც რაღაც ესეთი ინდივიდუალურ მოვლენაზე, მსახიობებზე, როგორც ესეთი თავისი ინდივიდუალიზმით სავსე ადამიანებზე და საოცარ ეპოქაზე, რომლებმაც მართლა თვითონ შექმნეს ეპოქა და ასევე მნიშვნელოვანი შეკითხვა. თქვენ მიერ დასმული, როგორი ესე იგი ადამიანები, როგორი მოვლენები იყვნენ თვითონ, არა მარტო თავიანთ პროფესიაში, იმიტომ რომ მარტო პროფესიაში ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ვითარებაში, ისეთ გარემოში და ისეთ სპეციფიურ ქვეყანაში, როდესაც არ უბრალოდ ერთმანეთს არ ვაფასებთ მარტო პროფესიული თვალსაზრისით, ადამიანს როგორც თავისი პროფესიის ზუსტ რაღაც ესეთ შემსრულებელს. ძალიან დიდ ესეთ კრიტერიუმში და ძალიან დიდ რაღაც ესეთ შეფასებებს უკეთებს და საერთო ჯამში როგორი პიროვნება თავისი კი თან ქვეყანაში როდესაც მართლა სულ რაღაცა თავისი გადარჩენისთვის იბრძვის, აქ თავისი ეროვნულობა, მე მგონი ყველაზე რაღაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად მიგვაჩნია. ზუსტად აი ეს იყო მათი მე ვფიქრობ და არა მარტო ზურასი, რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცა აბსოლუტურად თავისი ფსიქოფიზიკური რაღაც ესეთი შეხედულებით თავისი ეროვნულობით სავსე იყვნენ და უზარმაზარი სიყვარული უბრალოდ ძალიან უყვარდათ თავიანთი ხალხი, თავიანთი ადამიანები, ქვეყანა, კულტურა, ასე შემდეგ და ეს ქმნიდა საოცარ ჯაჭვს. თავიანთი ესეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, პროფესიის მიმართ, სამშობლოს მიმართ, საქმის მიმართ და შესაბამისად მართლა მათ შექმნეს ეპოქა. უბრალოდ დავამატებ და თუ შეიძლება გავაგრძელებ თქვენ აზრს, ხო, მაინც არც ერთი კულტურა, არც ერთი ქვეყნისა და მით უმეტეს კინემატოგრაფი, ნუ ვერ გამოვყოფ, მაგრამ კინემატოგრაფი ვინაიდან მისი მასობრიობის ხასიათიდან მას აქვს მატარებელია ეს ამ თვისებისა, არც ერთი ქვეყნის კინემატოგრაფი თუ არ გამოხატავს და თუ არ არის მატარებელი გარკვეულ ეტაპზე ეროვნული მახასიათებლებისა, მას ღირებულება არ გააჩნია, ვინაიდან მისი იდენტიფიცირება და გამოკვეთა არ ხდება. ქართულ კინოს ეს განსაკუთრებული თავისებურება ჰქონდა და დამერწმუნეთ რომ აი თუნდაც ახლა არ გავახსენდა. არა,
რა თქმა უნდა, არა, ვერ დაკარგავს, იცით, კრიზისის პერიოდმა შეიძლება მიჩქმალოს რაღაცა ეტაპზე რაღაც სხვა პრობლემები გაჩნდეს, ხა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, რა საკვირველია, შორს წაგვიყვანს, მაგრამ თავისთავად ის მხატვრული სახეები, რომლებიც ჩნდებოდა იმ ეპოქაში, დავანებოთ ყველაფერს თავი და მე ძალიან მინდა ვახსენო მერაბ კოკოჩაშვილის მიხა, სადაც ზურაბ ქაფიენძემ შეასრულა მთავარი როლი. აი, ეროვნული იდენტობის მაჩვენებლად სხვათა შორის და აი იმ რაღაცა შინაგანი განსაკუთრებული ემოციური კუნთის ზედაპირზე ამოსატანად, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ძალზე გარდამტეხი იყო იმ ეპოქის კინემატოგრაფში, ხო? ეს არის საუკეთესო მაგალითი და დამერწმუნეთ, რომ იშვიათად ახერხებს რომელიმე სხვა ქვეყნის კინემატოგრაფი ამას აი ამგვარი ღიაობით და თუ გნებავთ კი ბატონო და ეს ჩვენ განსაკუთრებით ემოციურობით რომელიც აი ამ მსახიობს ხონდა უბრალოდ გამახსენდა ეს როლი და მინდა და კარლო საკანდელიძე საოცარი პიროვნული ხიბლის მატარებელი მსახიობი მისი ერთი გამოჩენაც ეპიზოდური როლით საკმარისია რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს მაყურებელზე კი ბატონო და იმგვარი ოსტატობისა რომელიც საშუალებას აძლევდა მას ყოველთვის გვერდიდან შეეფასებინა საკუთარი ნამუშევარი, იცით, კინოში ეს იშვიათი კულტურაა, უდაოდ, იმიტომ რომ ყოველთვის იგრძნობოდა რაღაცა გარდა იმისა, რომ აი ამ როლებს მიღმა და განსაკუთრებით ნუ დათა თუთაშხიაში მის მიერ შესრულებულ როლს აღნიშნავ აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე, გარდა იმისა, რომ დიდი ცოდნა იმალებოდა ყოველივე ამის მიღმა, იცით, ეს ერთგვარად ინტუიტიურობას მიყო, ლილი არტისტი გახდათ. იგივე ითქვას უნდა ითქვა სხვა შორის ნოდარ მგალობლიშვილის შესახებ. იცით, იქაც აი ეს თვისება ყოველთვის ჩანს და ყოველთვის ზედაპირზე დევს. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ თავისი ინდივიდუალიზმით იმდენად განსხვავდება ეს 4 არტისტი ერთმანეთისაგან, რომ წარმოუდგენელია რაღაც ერთ მთლიანზე ვილაპარაკოთ, თუმცა კვლავ და კვლავ მათ ის სხვადასხვაობა აერთიანებს ნებისმიერი როლის, ნებისმიერი ეპიზოდური ნიშნის გამოკვეთისას და ნახვისას, ეხლა დღევანდელ დღესაც კი, დღეს ეს ჩვენთვის ერთგვარი ქრესტომათია ხდება. ბევრი დრო აღარ რჩება, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ბელა მირიანაშვილზეც, თუმცა ბექნუს მე მგონი არ დავასრულებინეთ. ხო, ეს აი კითხეთ როგორ იყო თქვა და რჩევები საინტერესოა, ხო? რამდენად ითვალისწინებდი წეღან ისიც აღარ დავამთავრე რატომ ხოსოფ რომ მნიშვნელოვანი სხვა რომ ჩავთვალა ესეა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდათ, როგორც წესია, უბრალოდ მეც რაღაც ესე მოულოდნელად ძალიან მარტივი ამბავი იყო. მეც მრჩევნე ახლა ამაზე საუბარს გალბატონ ქეცევანს უსმინო, იმიტომ რომ არ ჩაურო. ამ შემთხვევაში იყო, ნუ დამოკიდებულება როგორ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ერთი კვირით ადრე საერთოდ შემთხვევით გადავწყვიტე, რომ არის რაღაც ესე ბავშვობიდან ოცნებობდი და რაღაცა არ იყო, რა თქმა უნდა. ერთი კვირით ადრე უბრალოდ მითხრა, რომ მე არავის არაფერს არ ვთხოვ, გიგა იყო მეგობარი ზურას ლორდ კიფანიძე რექტორი იყო მაშინ. ხო. და მე ვერ ვეთქვი, რომ ჩემი შვილიც არ გადაშევნა და მიიღო აუცილებლად და გიგასთან მივიდა და უთხრა, რომ თუ რაღაცას შეამჩნევ, რომ არ არის მისი ადგილი აქ, არავითარ შემთხვევაში არ დაუნგრევ მას მომავალი, იმიტომ რომ ეს პირიქით ცუდი იქნება. აი ეს ინფორმაცია მიღებული, ნუ აკანკალებული, რაღაც ესე დაშოკილი, რაღაცნაირად სამი ტური რაღაცა გადავლახე, ეხლა სიმწრით მახსოვს და რომ აღმოჩნდი და მივყავით დინებას. რჩევებს გაძლევდა ხოლმე. კი, რა თქმა უნდა, ისიც რაღაცა ზუსტად მითითებულ, საერთოდ ჩვენთან ახლა დღეს მოგიხსენებათ საერთოდ არა მარტო კინო, თეატრის რა დღეშია და რა მდგომარეობაში უბრალოდ ამაზე ლაპარაკი საერთოდ უჭირთ ხოლმე და რაღაცა ერიდებიან, მაგრამ რაღაცა იმ ადამიანებთან მიმართებაში, სადაც ამხელა სიმაღლეზე იყო აყვანილი კინოც, თეატრიც, რაღაცა დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა რთულია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაშიც რაღაცა შეიძლება მოკლედ გვეშველოს. მაგრამ მითითებები იმათ მაინც ისეთი ზუსტი და რაღაც. თან ახლა ზურას ქონდა, ზურა სანამ კინოში წამოვიდა და ჯერ ხორავასთან გაზრდილი იყო, შემდეგ ხორავამ აკაკი ვასაძესთან გადაისროლა ქუთაისის თეატრში და რაღაცა აი იმ თაობის ადამიანი, რომელსაც რაღაცა ესეთი თავისებური ზუსტი საინტერესო მინიშნებები ყოველთვის ქონდა. ძალიან ძნელია 4 ლეგენდაზე საუბარი იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე ბელა მირიანაშვილზეც, რომელიც მაყურებელს ჩარჩა როგორც ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი, სკაფანდარა გოგონა და ამის მიღმა კიდევ რა იყო, საინტერესოა. მან ვერ მოასწრო ბევრი როლის შექმნა, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერაულით გვერდ სოციალიზმის კინოს, სადაც გარკვეულწილად ბელა მირიანაშვილსაც ჰქონდა შესრულებული როლები, რა თქმა უნდა, ამ ფილმებშიც და სწორედ ამ ფილმებზე გავაკეთებ აქცენტს, მიუხედავად იმისა,
რომ ამ ფილმების მხატვრული ღირსების საკითხის ხშირად ვერავით არ კრიტიკას ვერ უძლებს. აი მიუხედავად ამისა. რა თქმა უნდა გვიყვარს, ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა. რასაკვირველია გვიყვარს და რასაკვირველია მათ ისტორიაში თავის კუთვნილი ადგილი მიეგებათ, ასე ვთქვათ. მაგრამ გარდა იმ ზედაპირულობისა, რომელსაც აი ამგვარი დრამატურგიული ქარგას თავაზობდა ხოლმე კინემატოგრაფისტებს და მაყურებელს თავის მხრივ ბელა მირიანაშვილის პერსონაჟები ერთგვარი მძაფრი დრამატიზმის მატარებლებიც იყვნენ და ეს უნდა აღინიშნოს. ეს მას მოსდგამდა, ალბათ ეს მისი, ასე ვთქვათ, სამსახიობო ნიჭის ერთ-ერთი გარკვეული და ძალიან ისეთი კონკრეტული გამოვლინება გახლდათ, თავისთავადი ბუნებრივი და რაც თავარია ორგანული ნებისმიერ სივრცეში და ნებისმიერ გარემოსთან მიმართებაში ძალიან იშვიათი ნიჭი. როცა ბელა მირიანაშვილზე და კარლოს აკანდელიძეზე ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება კადრი სპექტაკლიდან ჭინჭრაკა, სადაც არაჩვეულებრივი კადრი. ჩვენ სამწუხაროდ არ გვინახავს, ვერ ვნახავთ. თუმცა მაინც მადლობა ამაზე შემორჩენილია ეს. კადრებად არის ეპიზოდებად შემორჩენილია და კიდევ კარგი კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც აი ნებისმიერი სპექტაკლის ჩაწერა ხდებოდა რაღაც ეტაპზე, აი რაღაც გარკვეული 10 წლების მანძილზე და სამწუხაროდ მათი ნაწილი კიდევ ბოლომდე არ აგვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს დამეთანხმებით ალბათ გულწრფელად მაქვს ეს განცდა დანაკლისისა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანებზე, მართლაც ეპოქალურ პიროვნებებზეც, რომელთაგან არც ერთი აღარ არის დღეს ცოცხალი და ეს მართლაც არის დანაკლისი. თუმცა როგორც ქეთიმ აღნიშნა, მათი შემოქმედება ჩვენ დღესაც გვასაზრდოებს და გვაძლევს ძალას და ენერგიას, რომ შევქმნათ ღირებული კიდევ. ეს ასეც. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა შევახსენებთ მაყურებლებს, რომ სტუდიაში საუბრობდნენ კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე და მსახიობი ბექნუ ქაფთიანიძე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა რომ ვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. ელისაბედ აბულაძე, გიორგი მერებაშვილი უძღვებოდით გადაცემას. ხვალ ჩვენს კოლეგებს წარმატებულ ეთერს უსურვებთ. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ბედნიერად.